კახელებმა მიმდინარე კვირა პროტესტის გარეშე დაიწყეს. ყურძენი მარნებს ბარდება. მევენახეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა 1 კილოგრამი ყურძნის მაქსიმალური ფასი, როგორც უკვე იცით, 80 თეთრია. გასული კვირის აქციები კი პოლიტიკურ თველად შეფასდა, არსებობს თუ არა საშიშროება ჩაუბარებელი ყურძნის ჭარბი მარაგი დარჩეს. ნათია წითელაური გვერდდება კახეთიდან. 65 ქარხანაზე რომ ήταν თან 2 დღე რიგში უნდა იდიე. პროტესტმა ყურძნის ფასზე გავლენა ვერ მოახდინა, ამიტომ კახელი მევენახეების ნაწილი ამ გზას ირჩევს. აბა რას აპირებთ, სახში აპირებთ დაწურვა? თუ ისე გაყიდვას აპირებთ? სახში, ეხლა ბევრი ხوارმი და ჩემი შინაურება არიან წაიღებული. გამარებას არ აპირებთ? საჩოვა. ქარხანაში 2-3 დღე იქარიან და მე ვინიბარი. მართველი 2015-ის ფარგლებში ღვინოს 60 მარანი იბარებს, მათგან 14 სახელმწიფო ბალანსია. მარნებთან უკვე რიგებია, თუმცა გლეხებს პრობლემა აქაც ექმნებათ. ფაში ხوارა ახლა კიდე ხან მუშაობენ, ხან არა მუშაობენ. 2 დღიანი რიგებია, 3 დღიანი რიგებია. როცა უნდა მიიღებენ, როცა უნდა არ მიიღებენ. გეუნებიან ქარხანა ჩემია, რაც აკვირი ხარ აქ. თუ გინდა ეს შოფრები, მე ყურძნის მკრეფა ვინც არის და ყურძნის მეპატრონი ვინც ნერვები არის მოქმედებს. მევენახეების საერთო პრობლემა საბანკო კრედიტებია. შარშანდელი ფასით და წინასაარჩევნო დაპირებით დაიმედებულმა გლეხებმა წელს კიდევ უფრო დიდი კრედიტი გამოიტანეს. არაფერი გამოიდა დაბალი ფასის გამო. ვალივალად არჩევა და სახსაც ვერ ავყიდლობ და აი ესე არის და აი ესე ჩემი მდგომარეობა. რა ვიცი აბა. ველოდები უკეთესობის თუ იქნება თუ არა კიდე ვენახეათ მინავდები და გავკაჭამ. აი და წავალ-მეც სხვაგან როგორც სხვები მიდიან. სახელმწიფო სუბსიდია ერთადერთია, რაც მევენახეების აზრით მათ ამ კრიზისულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს. თუმცა ხელისუფლება წელს სუბსიდირებისთვის წინა წლებთან შედარებით უფრო ცოტა თანხას გამოყოფს. მიზეზად კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო შარშან ღვინის უპრეცედენტო ექსპორტს და ლარის სტაბილურობას ასახელებს. ეს რეალობა გაითვალისწინეს ღვინის ქარხნებმაც. ბიდონაციციან კონდიციებზეა დამოკიდებული, შაქრიანობა თუ არის 20%-ის ზემოთ, უკვე ვაძლევთ ვიხდით 70 თეთრს, ანუ 25 თეთრი მიმატებული 25. სახელმწიფო ვაუჩერი და ჩვენი ფასი. ოღონდ 20 თეთრის ქვემოთ თუ არის, უკვე ფასი არის ნაკლები 60 თეთრი. 200,000 ტონამდე არის დაახლოებით პროგნოზი. აქედან 100-დან 120,000 ტონამდე გადამუშავდება ღვინის კომპანიების მიერ საღვინე მიმართულებით, ანუ ჯერ პირველი მესამედი არის დაკრეფილი. თუმცა გადამუშავდება მთლიანად ღვინის კომპანიების დიდი ნაწილი, ვისაც საღვინეთ უნდა და ყურძენი ეხლა ერთვება თვალში. კახელი მევენახეების მღელვარება, აქციები, დაკავებული გლეხები და კომიტეტის ხმაურიანი სხდომები. ასე დაიწყო რთველი 2015, სანამ დეპუტატები ერთმანეთს კახელების გასაჭირით პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ედავებიან, მევენახეებს 2 არჩევანი აქვთ. დამოუკიდებლად იპოვონ მოსავლის შემსყიდველი, ან ყურძენი ბაძზევე დატოვონ.